რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს ნიტა პავლოვიცას და მის თანხმლებ პირებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობიტი ხასიათის იყო. მათ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა სურვილი მსგავსი ხასიათის პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდეს. დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამუშაო ჯგუფზეც გააკეთა. როგორც ნარმანია ამბობს, ჯგუფი უკვე მივლენილია რაიონებში. ჩვენი სამუშაო ჯგუფი დღეიდან მივლენილია კახეთში იმისათვის, რომ ადგილზე ნახონ ის სოფლები, ადგილზე ნახონ სახლები, რომელთაც სჭირდებათ პირველ რიგში გადახურვასთან და სახურავების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხი და შემდგომ საქართველოს მთავრობას მივაწოდოთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა დამატებითი რესურსები გამოიყოს იქ ამ ადამიანების მხარდასაჭერად.